ინფორმაციითვე ჩარევა ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. ეს ჩარევა აქამდეც არსებობდა, თუმცა ეხლა არის მაღალი ინტენსივობით ჩარევა სუსის მხრიდან და ფაქტიურად უშუალოდ იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორ უნდა წარიმართოს რეორგანიზაციის პროცესები. გამომდინარე აქედან ჩვენ ბუნებრივია მოუწოდებთ ყველა დასაქმებულს, რომ მაქსიმალურად გაუწიონ წინააღმდეგობა ადგილზე, არ დატოვონ მათივე განცხადებებით სამსახურები და გააგრძელონ ბრძოლა მათ შორის სამართლებრივი გზების გამოყენებით. სტაჟიანი თანამშრომლები, რომლებიც ისტორიას ინახავენ და იციან ის გადადგმული ნაბიჯები, რაც საქართველოს წლების და მთავრობების სხვასთან ერთად გაიარა ევროპისა და ამერიკის ნატოსაკენ უკაცრავად და ასევე ის ადამიანები, რომლებიც არიან ჩანაცვლებული ახალგაზრდა კადრებით, ეს ახალგაზრდა კადრები არიან ფაქტობრივად შერჩეული მორჩილების პრინციპით, ანუ ისინი თავიდან ბოლომდე ემორჩილებიან მათ ხელმძღვანელობას, ხოლო ხელმძღვანელები ემორჩილებიან უკვე მმართველი პარტიის მენეჯმენტს. ეს არის ფართო ჭრილში დანახული სურათი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ქართულ ოცნებას არ სურს ცივილური დასავლური საზოგადოებისკენ ქვეყნის წაყვანა, ისინი ცდილობენ, რომ ქვეყანა ჩაკეტონ მაქსიმალურად.